მიუხედავად იმისა, რომ სახლი შეძლებს დაგვარად დავალაგეთ და დავასუფთავეთ, მისი ჰიგიენა სანიტარიისთვის აუცილებელი არის დრო-და-დრო მავნებლების კონტროლი და პრევენცია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ ამ სახლს თაგვები სტუმრობდნენ. ასეთ დროს უნდა მიმართოთ პროფესიონალებს, რათა სახლში შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბუნებრივი აირის, წყლის და ელექტროენერგიის არსებობა. ამ მომსახურებაში ორკინის საქართველოს გუნდი დაგვეხმარება. ორკინის საქართველო, ორკინი ინტერნეიშნალის გლობალური ბრენდის დამოუკიდებელი ფრენჩაიზია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. გვიხარია, რომ სწორედ ეს კომპანია აღმოჩნდა ჩვენი გუნდის გულშემატკივარი და დღეს ისინი დაამუშავებენ ბინას. მავნებლებს, როგორც მღრღნელები და მწერები, გადააქვთ ბაქტერიები და ასევე შესაძლოა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ზიანი მიაყენონ ჩვენს სახლებს, დააბინძურონ ჩვენი საკვები და გაავრცელონ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. ფიზიკური თუ ფინანსური ზარალის გარდა, მათმა არსებობამ სახლში შეიძლება გავლენა მოახდინოს მენტალურ ჯანმრთელობაზეც, გამოიწვიოს სტრესი, შფოთვა და დისკომფორტი. ორკინის მიერ მოხდა ბზიკის ბუდეების დამუშავება სწრაფი ეფექტის მქონე საშუალებით არსებული პოპულაციის მოსაშორებლად. ხოლო შემდეგ ორივე აივნის გარე ფასადი დამუშავდა ნალექის მქონე განდევი ეფექტის საშუალებით, რაც შეამცირებს სხვადასხვა მავნებელი მწერის შენობაში შეღწევის ალბათობას. სულ წერტილებში მავნებლების აქტივობის დასადგენად და მათი იდენტიფიცირებისთვის განთავსდა მყოყავი მწერის მონიტორები. ასევე შიდა ტერიტორიაზე განთავსდა თაგვის მრავალჯერადი ხაფანგები, რის საფუძველზეც მღრღნელების არსებობის შემთხვევაში მოვახდენთ მათ დაჭერას და გაყვანას ტერიტორიიდან. ორკინის სპეციალისტმა სახლის მეპატრონეს მისცა რეკომენდაციებიც. აუცილებელია შეივსოს და ამოიქროლოს ღიობები. ფანჯრებსა და კარებზე განთავსდეს დამცავი ბადეები. ასევე აღსანიშნავია, რომ არ არის რეკომენდირებული აივნებზე ხის კარადების განთავსება, რომლებიც წვიმის დროს სველდება, რადგან ამით იქმნება ხელსაყრელი ნესტიანი გარემო სხვადასხვა მავნებლის გამრავლებისათვის. ამ შემთხვევაში აღინიშნებოდა ეგრეთ წოდებული ნესტის ჭიის აქტივობა. იმედია, ორკინი საქართველო მომავალშიც ჩვენი გადაცემის გულშემატკივარი დარჩება.